პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი დღეს იმედი ლაივის სტუმარია, მას ვიწვევთ სტუდიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური თემა არის დაგროვილი, ალბათ საგამოძიებო კომისიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, იმიტომ სრულდება პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ უვიზო მიმოსვლაზე, ვისაუბრებთ არჩევნებზე, თუმცა წლის ბოლოს ორი მთავარი მოვლენა იქნება ამ კომისიის დასკვნა და არჩევნები. მოგესალმებით. საგამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. რამდენადაც ვიცით, უკვე ასრულებს კომისია მუშაობას, ყოველ შემთხვევაში საჯარო სხდომები აღარ არის მოსალოდნელი. თქვენი შეფასება ამ პროცესის, რამდენად უპასუხა მან იმ ამოცანას, რომელიც თავიდან ჰქონდათ დასახული და მთლიანობაში რა არის დატვირთვა ამ კომისიის და ის ეფექტი, რომელიც უკვე აქვს საზოგადოებაში. მოგესალმებით. ჩვენ მართლაც ვართ უკვე დასრულების პროცესში, ვინაიდან ჩვენი კომისიის უფლებამოსილების ვადა იწურება 5 აგვისტოს და ეს ის ვადა მაქსიმალური 6 თვე, რომლის იქითაც რა თქმა უნდა კანონი არ ითვალისწინებს ვადის გაგრძელებას. ამიტომაც ეს ბოლო მომენტია, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად დროს ვუთმობთ დასკვნის შესაბამისი თავების შედგენაზე მუშაობას და იმ თემების გაანალიზებას, რომელიც პარლამენტმა დაკვალა, რომ უნდა გვეკლია. ეს არის მკვლელობები და ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ბიზნესის რეკეტი, მედიის უფლებების დარღვევა და მედიის მესაკუთრეთა უფლებების დარღვევა, ასევე წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს საპატიმროებში და არა მხოლოდ სასჯელ ახსრულების სისტემაში, ასევე პოლიციაში. ეს ხაზგასმით იქნება ნაჩვენები, იმიტომ რომ მუშაობისას ჩვენ არაერთ მასალას ვაანალიზებდით, როდესაც კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, მაშინ პრეზიდენტი ამბობდა, რომ თითქოს სასჯელ ახსრულებაში გვიან გაიგო-რაც ხდებოდა, მაგრამ პოლიცია იყო სამაგალითო, ეს ნამდვილად ასე არ იყო და ჩვენ დასკვნაში ვაჩვენებთ იმას, რომ დაკავების პირობებში, ანუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში და დაკავებიდან იზოლატორში მიყვანამდე ხდებოდა ადამიანების გაუპატიურების მცდელობა, ცემა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ თითქოს შუშების წყალობით გამჭვირვალე იყო პოლიციის შენობები. ასევე ჩვენი კვლევის საგანია ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომი, რუსეთთან ომი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, მისი შედეგები, მისი პრეისტორიაც ვიკვლიეთ ჩვენ 2004 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ კოდორის ხეობაში დაუშვა ძალიან დიდი და უპატიებელი შეცდომები ნაციონალურმა მოძრაობამ და ამ ჭრილში ასევე ჩვენ ვიკვლიეთ ჩორჩანაში საგუშაკოს განთავსების საკითხი და ბოლოს ის თემები, რაც დღესაც აქტუალურია, რევოლუციის მცდელობები, ომის პროპაგანდა და ნებისმიერი საბაბით მცდელობა იმისა, რომ როგორც თავად ეძახიან, უწოდებენ განარისხონ ამ მომრჩეველი მართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ იმისთვის, რომ როგორმე ეს ხელისუფლება დაამხონ და ბოლოს ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ ლოგიკა ამას მოითხოვდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი დასკვნის მიეძღვნება ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს და უშუალოდ ვარდების რევოლუციის დღეებს და რაც არ უნდა გვეგონოს, რომ თითქოს ყველას ყველაფერი გვახსოვს, როდესაც ამას აანალიზებ უკვე წერილობით ხვდები, რომ სახელი და გვარები შეიძლება ოდნავ იცვლებოდეს, შეიძლება კმარას დღეს ერქვას კანვასი, მაგრამ ყველაფერი არის, მცდელობები არის ერთი და იგივე და მე ჩემთვის დღეს იმასაც ვფიქრობდი, რომ ალბათ შესაბამისმა გარე ძალებმა ახალი სცენარები უნდა გამოიგონონ, იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში ფეროდი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში მათ და სამწუხაროდ ვეღარ ხდება. რა არის ამ დასკვნის მთავარი მიგნება, რა იქნება მთავარი სიახლე, იმიტომ რომ თემები რაც ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, აქტუალურია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვისმენდით ამ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ რა ეტყვის ახალს კომისია საზოგადოებას, როდესაც დასკვნას წარმოადგენს? ახალი ის იქნება, რომ ერთ ადგილას თავმოყრილი 9 წლიანი მმართველობა და შემდეგ ოპოზიციაში გადასული
ქვეყნის დამაზიანებლების ჯგუფი, რას საქმიანობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ეს დღემდე არსად არ ყოფილა. ეს იქნება მთავარი სიახლე. ასევე ეს დასკვნა უნდა იყოს გამოყენებული სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად და იმედი მაქვს, რომ თავის მხრივ ეს სამომავლო ნაბიჯებიც იქნება სიახლე და მეტად საშური, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და კომისიის ხდომებმაც აჩვენა, რომ საზოგადოება მოელის, როგორც არაერთი პირი ამბობდა, ციტირება რომ გავაკეთოთ, მოვაცილოთ ესენი პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ რომ ესენი არიან იგივენი, ვინც იყვნენ ვარდების რევოლუციის დროს, ვინც იყვნენ 9 წლიანი მმართველობის დროს და ისინი სახეს არ იცვლიან და არც სტრატეგიას და ტაქტიკას, უბრალოდ ცვლიან ამ სტრატეგიებისა და ტაქტიკის სახელწოდებებს. აი ეს ჯაჭვი ერთად დანახული ეს მე ვფიქრობ მაინც სიახლე იქნება, იმიტომ რომ 9 წლიანი პერიოდი არ არის მოწყვეტილი წინარე პერიოდისგან და ეს 9 წლიანი პერიოდი არ არის მოწყვეტილი დღევანდელობისგან. აი ამ ჯაჭვს და განგრძობადობას ეს დასკვნა აჩვენებს და ეს იქნება ჩემი აზრით თავარი სარგებელი, რომ არ დავარქვათ სიახლე. გახდება თუ არა დასკვნა საფუძველი პარტიის საკრძალვის, ჩვენ გვესმის რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოდ და შეიძლება მართლმა გუნდმა სარჩელი მოამზადოს, მაგრამ როდესაც სურათი შეიკრა და დაალაგდა ეს ფაქტები აღიწერა, თქვენი გადასახედინა საკმარისია თუ არა ეს მტკიცებულება იმისთვის, რომ აიგრძელოს პარტია და მისი სატელიტებიც, როგორც იყო გაცხადებული თავიდან. მე უკვე დღეს შემიძლია ვთქვა, სულ 2 კვირა დარჩა სანამ საბოლოოდ კომისია შეიკრიბება თავის ბოლოს ხდომაზე, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კომისიის წევრების ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგად, ასევე სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის თანამშრომლობის შედეგად და რა თქმა უნდა პირველ რიგში აქ საქართველოს პროკურატურის ორგანოები უნდა გამოვყოთ, როგორც გენერალური პროკურატურა, ასევე თბილისის პროკურატურა და რა თქმა უნდა რაიონული პროკურატურები და ყველა სახელმწიფოს მიღმა ის ორგანიზაცია, ვისაც ჩვენ დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის მივმართეთ და მათ შორის არის თქვენი ტელევიზიაც, რა თქმა უნდა, საზმაუწყებელი ერთსულოვნება რუსთავი 2 მაესტრო, რადგან აქ ამ არხებში ინახებოდა ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელმაც ანალიზის საშუალება მოგვცა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დასკვნა იქნება იმ ამბიციის შესაბამისი, რაც ჩვენ პირველივე ხდომაზე განვაცხადეთ. მე მქონდა პატივი, რომ კომისიის წევრების სახელით მეთქვა თუ გახსოვთ მაშინ, რომ ეს დასკვნა უნდა ყოფილიყო ფაქტებზე დაფუძნებული. ეს არ იქნება პოლიტიკური, მხოლოდ ცარიელი, ასე ვთქვათ, შეფასებები ან დეკლარაციები. ეს დოკუმენტი ეს იქნება ფაქტების ანალიზზე და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებები. და სწორედ ეს მისცემს საშუალებას ნებისმიერ მომავალ იქნება ეს სარჩელი თუ სხვა დოკუმენტი თუ სასამართლო გადაწყვეტილება, რომ სათანადოდ გამოიყენოს, იქნება ეს მოსამართლე თუ სხვა ეს დასკვნა, იმიტომ რომ ხანდახან არის ასეთი, იქნება ხოლმე დოკუმენტები, რომელიც მხოლოდ დოკუმენტად რჩება და მისი გამოყენება ნაკლებ შესაძლებელია. ეს იქნება ყველასთვის გამოყენებადი დოკუმენტი და ეს ამბიცია, რაც ჩვენ დავისახეთ, დაკმაყოფილებული იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს დასკვნა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან შევეცადეთ ენა თვითონ რა ენითაც ეს დასკვნა იწერება იყოს ნაკლებად ბიუროკრატიული, ნაკლებად ჰერმეტული, რაც ხშირად ახასიათებს სახელმწიფო დოკუმენტებს და მით უმეტეს მაღალი ორგანოები, როდესაც დოკუმენტებს გამოცემენ, ის მხოლოდ მცირე ჯგუფს შეიძლება ესმოდეს საზოგადოების ენაა სპეციფიური. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ისე შეგვედგინა, რომ ნებისმიერი, ვთქვათ, სკოლის მაღალი კლასის მოსწავლისთვისაც იყოს საინტერესოდ წასაკითხი, რა თქმა უნდა, ფაქტებზე დაფუძნებული, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტმა და ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს მისია დაგვაკისრა, რომ ის, ვინც ვერ შეესწრო ასაკის გამო იმ პერიოდს, მისთვის იყოს ეს საინტერესო და
ვფიქრობ საგანმანათლებლო ფუნქციაც ქონდეს. თუმცა ამ კომისიის სხდომების პარალელურად ჩვენ ვისმენდით ბრალდებებს, რომ ეს არის ოპონენტებზე ზეწოლის იარაღი, რომ ახლა 7 ლიდერი სწორედ ამ კომისიის გამოა ციხეში და რომ ქართულმა ოცნებამ ეს კომისია შექმნა არა იმის გამო, რომ სიმართლე დაედგინა იმ წლებზე, რომელსაც ეს კომისია მოიცავს, არამედ იმისთვის, რომ რეალურად ოპონენტები ციხეში გამოეკეტა. მე ვფიქრობ, ასე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში, რომ მე როგორც კომისიის თავმჯდომარეს, როდესაც ეს დასკვნა გამოვა და დაიბეჭდება, მექნება მინიმუმ ერთი მაინც ჩემი ეგზემპლარი დასკვნის და ვაპირებ, რომ ეს დასკვნა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნო, იმიტომ რომ ეს არის მისი მმართველობის ანატომია. ეს არის იმ ბოროტებების ნუსხა, ფაქტებზე დაფუძნებით და არა იმის და მიხედვით მე რას ვფიქრობ. ის ბევრი სიცრუე, რაც მან აკადრა საზოგადოებას, თავი წარმოაჩინა ერის მამად და სახელმწიფოს დამფუძნებლად გარეძალების დახმარებითა და დაფინანსებით და ეს იმ ფურცლებზე, რომელიც ვარდების რევოლუციას ეხება, ძალიან ნათლად იქნება წარმოჩენილი ფაქტებზე დაფუძნებით, რომ ძალიან ბევრი ხნით ადრე მზადდებოდა მისი საქართველოს თავზე დასმა და იმედი მაქვს, რომ ის ამ დასკვნას თუნდაც ცალი თვალით გაეცნობა. ის ვერ შევა ამ დასკვნის შედეგად და ვერც მისი ჯგუფის დაჯგუფების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლებად. ეს მე ვფიქრობ მათთვის სამართლიანი და იმავდროულად ძალიან მტკივნეული იქნება. რაც შეეხება პატიმრებს, ვინც არ იკადრა კომისიის ხდომაზე მოსვლა და ამის გამო პროკურატურამ მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა. ჩვენ რა თქმა უნდა მოვიქეცით ისე როგორც გვალავდებულებდა სისხლის სამართლის კოდექსი, არაერთხელ ვთხოვეთ, არაერთხელ მივმართეთ, რომ მობრძანებულიყვნენ და მათთვის აბსოლუტურად კომფორტულ და ცივილურ პირობებში მოეცათ ახსნა განმარტება, მათ ეს არ შეისმინეს და რეალურად ეს არის ის შედეგი, რასაც ითვალისწინებს კანონი. მათაც უნდა ჰქონდეთ ამ დასკვნის გაცნობის სურვილი, ჩემი აზრით, თუ კი აქვთ პოლიტიკაში დარჩენის რაიმე ჯანსაღი ამბიცია. ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი განცხადებები კომისიის მუშაობის დასაწყისში, რამდენჯერმე თქვით, რომ არ ხუმრობთ, რომ არ თანამშრომლობა კომისიასთან ეს არის დაჯადი და ბუნებრივია ამაზე გექნება შესაბამისი რეაგირება, არ მიიღეს სერიოზულად, ვერ წარმოიდგინეს, რომ მართლაც ეს ზომები იქნებოდა მიღებული, თუ აი მართლაც შეგნებულად წავიდნენ ამ ნაბიჯზე, თქვენი შტაბ-ეჭდილება როგორია, თუ გაქვთ მოსაზრება? თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ დღეს რა ფორმაშიც არის ოპოზიცია და მისი წარმომადგენლები, ძალიან ძნელია მიხვდე, რადგას მათი გადაწყვეტილებების უკან არის ეს გაუაზრებლობა, უცოდინრობა, არასერიოზულობა თუ გააზრებული და გაანალიზებული ქმედებების შედეგი. ამიტომ მე არ ვიცი, რატომ მოუვიდათ ასე, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ მე ის ვიცი, რომ კომისია ჩვენი მხრიდან ვიყავით აბსოლუტურად ღია, ვიყავით რაც მთავარია გულწრფელი და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი განცხადებებიც, როდესაც მე მინიმუმ ორჯერ თუ არა მეტჯერ დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ, გულისხმობდი იმას, რომ ჩვენ აუცილებლად არ მოსვლის ან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში საქმეს გადავაგზავნიდით სამართალდამცავ ორგანოებში და ასეც მოვიქეცით. დასანანია, რომ მათ ეს არ შეისმინეს. დასკვნასთან დაკავშირებით დააყენებთ თუ არა მოთხოვნას, რომ კონკრეტული პირების მიმართ აღიძრას საქმეები, ახალი საქმეები, თუ კი ასეთი ჯერჯერობით არ არის, ყოფილთანამდებობის პირებს გულისხმობ, ან რომელიმე გახმაურებული საქმის ხელახლა გამოძიება, ან აღძვრა ახალი საქმის. აი ესეთი მიმართულებები თუ შეგიძლიათ, რომ ახლა დაგვიკონკრეტოთ. ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე ასეთი კომისიის ასეთ დასკვნას თან ახლავს რა თქმა უნდა რეკომენდაციები. თუმცა ჩვენ ახლა ვართ სწორედ დისკუსიის პროცესში, რა ტიპის რეკომენდაციები შეიძლება დასკვნას ახლდეს თან. მე ერთადერთი რაც დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა არის რომ ის 800-მდე მოქალაქე ვინ ჩვენ მოგმართა და ალბათ 20-30 განცხადება თუ იქნება აქედან მხოლოდ რომელიც საერთოდ
საერთოდ არ ეხება კომისიის უფლებამოსილებას, დანარჩენი ყველა არის მეტისმეტად ყურადსაღები. საგულისხმოა ისიც, რომ ამ 800-მდე განცხადებიდან, რომლითაც კომისიას მოქალაქეებმა მომართეს 300-მდე განცხადება შესაბამისად ყველაზე მეტი ოდენობა, რომელიც ეხება ბიზნესის რეკეტსა და ქონებრივ უფლებებს და ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ თუ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, ყველამ ვიცით, რომ თუ წამების არაადამიანური მოპყრობის მკვლელობების ნაწილში სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით პროკურატურამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, თუმცა იქაც არის მიმდინარე გამოძიებები და გამოუძიებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე. ბიზნესის რეკეტისა და ქონებრივი უფლებების აღდგენის მხრივ ეს პროცესი ნაკლებად ინტენსიური იყო, ძალიან ბევრი ობიექტური გარემოებების გამო და ეს პირდაპირ აისახა ციფრებზეც. ამიტომაც მე ვფიქრობ, მოგმართა ყველაზე მეტმა მოქალაქემ სწორედ ბიზნესის რეკეტის და ქონების წართმევის თუ სხვა ფორმით მითვისების საჩივრით. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყველა ეს განცხადება 5 აგვისტოს მერეც დარჩება შესწავლაში, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტი ვართ და პარლამენტს არ უმთავრდება ჯერ უფლებამოსილება და ან დასკვნასთან ერთად, ან დასკვნის დამტკიცებისთანავე მომდევნო რამდენიმე კვირაში გადანაწილდება უწყებებზე და გადაიგზავნება რეაგირებისთვის. ეს შეიძლება იყოს ახალი გამოძიების საჭიროება, ეს შეიძლება იყოს საკანონმდებლო ხელშეწყობაც დამატებითი, მაგრამ ამაზე ჩვენ უნდა ჯერ შიგნით კომისიის შიგნით ვიმსჯელოთ. ყოველ შემთხვევაში არც ერთი განცხადება არ დარჩება უყურადღებ. კომისიის ხდომაზე ორჯერ დაიკითხა უცნობის ექს-პრემიერი გიორგი გახარია და ჩორჩანას თემა იყო ერთ-ერთი წამყვანი ამ დაკითხვების დროს. საინტერესოა თქვენი შეფასება იმ პროცესზე, რომელიც უნახეთ პირდაპირ ეთერში და ამასთანავე პასუხი ოპონენტების ბრალდებებზე, რომ შეუძლებელია ხელისუფლების მაშინელ მაღალჩინოსნებს არ სცოდნოდათ ერთი კონკრეტული მინისტრი რას აპირებდა დღეს ნაცმოძრაობამ თქვა დაახლოებით ასეთი ფრაზა, როცა სუსის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი იკითხებოდა და მან თქვა, რომ არც მან იცოდა, არანაირი ინფორმაცია არ ქონდა, რას აპირებდა გახარია ჩორჩანაში. ეს გასაკვირი ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ მე იმ დროს იუსტიციის მინისტრი ვიყავი და როდესაც გახარია უკვე ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ გავიგე ამის შესახებ. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების ხარვეზე მიუთითებს, რომ გვყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც და მე მას ვუთხარი კიდეც ხდომაზე, რომ ძალიან კარგად მახსოვს მეთქი, რომ სუპერ ძლევამოსილი ბრძანდებოდით, მეთქი ეს ნამდვილად ასე იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადეთ ჩვენ მას ყველამ, რითაც როგორც ჩანს მან ისარგებლა იმ გაგებით, რომ გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, რომ არ ათანხმებდა. ეს ხდომებზეც გამოჩნდა, არა მხოლოდ ჩორჩანის შემთხვევაში, არამედ ასევე 20 ივნისის თემაზეც, როდესაც მან ვთქვათ აზრი არ ჰკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც მაშინ ბატონი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა და უცნაურია რომ ასეთ ადამიანს აზრი არ ჰკითხო, როცა ხარ ეკონომისტი და ამ დროს ბატონი ვახტანგ გომელაური ძალოვანი სტრუქტურების წიაღში, ასე ვთქვათ, გამოზრდილი კადრია და ის თავად არის ნამუშევარი სპეცრაზმის ერთ-ერთ დანაყოფში წარსულში. ამიტომ ასეთ ადამიანს წესით მithumedes რომ ეკუთვნის აზრით კითხო, უნდა ეკითხა, მაგრამ სხდომებზე გამოჩნდა, რომ მას მხოლოდ კაბინეტში, საიდანაც გადაწყვეტილებებს იღებდა ნინო ლომჯარია და გერმანიის ელჩი ყავდა, ეს თვითონ თქვა სხდომაზე, ამიტომ ეს გასაკვირი ალბათ ცუდია, მაგრამ გასაკვირი არ არის. თავად შემადგენლობა გამოძახებული პირობის იყო საზოგადოებაში მსჯელობის საგანი, განსაკუთრებით თქვენი ოპონენტები აკრიტიკებდნენ იმას, თუ რა ნიშნით და რატომ იბარებდით ამა თუ იმ პირს და სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ყოფილი თანამდებობის პირებს ძალიან წუხდნენ და ნერვიულობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ წარმოქმნილნი, პრაქტიკულად საჯაროდ უთვლიდნენ ხოლმე კომისიას, რატომ ჩვენ არა. შეგეძლიათ რაიმე განმარტება გააკეთოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ვინ რატომ რა ნიშნით იყო გამოძახებული, როგორ შედგა ეს? ის რომ ჩვენ ყველას, ვისაც ეკუთვნოდა, ვერ გავესაუბრეთ, ეს პირველ რიგში უნდა თუ რამეს უნდა დავაბრალოთ იმ 6 თვიან პერიოდს, რომელიც ჩვენ გვქონდა.
შესაბამისად საქმეებიდან გამომდინარე ჩვენ შევეცადეთ რომ პირველ რიგში მეტნაკლებად გამოკვეთილ ამჟამინდელ ლიდერებისთვის გვეკითხა აზრი, რომლებმაც უფრო მეტი უნდა იცოდნენ, როგორც მაგალითად გახარიამ ჩორჩანის თემაზე, მაგალითად შეიძლება უფრო მეტ ინფორმაციას, მათ შორის პროფესიულს ფლობდეს, სახელი არ მახსოვს, ბოდიშვეხტი ქემოკლიცე. მაგრამ ქემოკლიცე. კახაბერ ქემოკლიცე. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, როცა არჩევანი გავაკეთეთ, ლიდერს დაველაპარაკეთ, ვინ საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღო. ასევე იყო სხვების შემთხვევაშიც, როცა კითხვები იყო და თან ჩვენი კომისია პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას ვიკვლევდით და არა რომელიმე, ასე ვთქვათ, მეორე თუ მესამე რიგის ჩინოსნების ან პოლიტიკოსების. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი დარჩა მიღმა. ეს იმას არნიშნავს, რომ კომისიის დასკვნაში ისინი არ იქნებიან, ისინი მრავლად და როგორც ჩოთაუტიაშვილი იტყოდა და მსუყეთ იქნებიან, მათ შორის თავადაც კამუფლაჟით და ჯოხით ხელში რომ გვიხსნით და რომელი სოფელი აიღო ქართულმა ჯარმა და დიდი დარტყმა მიაყენა მაშინ როგორც ქართულ ჯარს, ასევე რუსეთთან ომის პრიორიტეტებს მისი სატელევიზიო ეთერებით და ბევრი სხვა, ვინც იმ დროს საზიანო საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად იმისა, იყო ჩვენს კომისიაზე გამოცხადებული თუ არა. მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობით და იმ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ხელთ არის. კი ბატონო. გასაგებია დაველოდებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ შორის პოკერიაც ამბობდა, რომ რატო არ იძახებენ მისთვის უცნაური იყო და მთელი რიგი კონსპირაციების საკითხი გახდა მისი არ დაბარება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამის პარალელურად ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს ისეთ თემებზე, როგორც არის არჩევნები და ვისაუბროთ უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დედლაინი ცნობილია, საჯაროდ ესე თქვა არის 31 აგვისტო. რა მოლოდინი გაქვთ? უქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა და რა არის ამ პროცესის შემაჩერებელი ბერკეტი? მე ერთხელ ვთქვი, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ ის მხარე, რომელიც ცდილობს უვიზო რეჟიმის გაუქმებას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ხაზგასმული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის და არა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ან რომელიმე მაღალი ჩინოსნისთვის, არამედ ჩვენი პირველ რიგში სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სხვადასხვა პროფესიონალისთვის, ვინც უვიზო რეჟიმით სარგებლობს, სწორედ ამ ადამიანებისთვის და არა რომელიღაცა, ასე ვთქვათ, მინისტრისთვის ან დეპუტატისთვის. ჩვენი ქვეყნის საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ცდილობენ უვიზო რეჟიმის წართმევას და ეს მხარე, ვინც ამას ცდილობს, ადრეც ვთქვი, რომ მგონია, რომ არ ხუმრობს და არის სერიოზული. იყო რა თქმა უნდა ვარაუდები, რომ ამბობენ, მაგრამ არ გულისხმობენ, ამბობენ, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ალბათ უნდა, რომ ისინი სერიოზულად გულისხმობენ ამის გაკეთებას. ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია თუ არა ვიყოთ დარწმუნების რეჟიმში, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში მე ვიტყოდი თვითონ ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთადერთი ხელშესახების შედეგი, როგორც ამას მაშინ ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის მოპოვების დროს თვითონ ევროპელები გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ერთადერთი tangible, როგორც ისინი მაშინ ეძახდნენ, ანუ ხელშესახების შედეგი ქართველებისთვის, რომ აი აქვთ ევროინტეგრაციის პროცესში რაღაცა ძალიან ხელშესახები. რა თქმა უნდა, იქ არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც, მაგრამ ის მაინც კონკრეტულ ჯგუფს და ადამიანებს და საქმიან პროფესიულ წრეებს ეხება. ამიტომ თვითონ ევროკავშირისთვის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ღიად უპირისპირდება ქართველ ხალხს, მე არ მგონია, რომ კარგი იყოს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, იქნება ორმხრივად დამაზიანებელი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ გვინდა და თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება უნდათ, მაშინ ალბათ იმის ახსნაც მოუწევთ დღეს თუ არა რამდენიმე წელიწადში, თუ რატომ გაუკეთეს ეს ქართველ ხალხს. ეს არის რაც მე დღეს შემიძლია ვთქვა და მეორე
რაც ჩვენს დასკვნაშიც გაანალიზებული იქნება. ჩვენ რომ ვიკვლიეთ, გახსოვთ თქვენ 1 აპრილს გაგვეზარდა უფლებამოსილების ფარგლები და პარლამენტმა დაგვავალა, რომ 2012-25 წლებშიც გვეკვლია ის მოქმედებები, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ ჩადის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვნახეთ და ეს დასკვნაში კარგად გამოჩნდება, რომ ნებისმიერი საბაბი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი არის საუკეთესო, ასე ვთქვათ, საწვავი, რომელსაც გარე ძალები უსხამენ ჩვენს ოპოზიციას იმისათვის, რომ როგორც ოპოზიცია ამბობს, ხალხი ამორჩეველი განარისხონ ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს როგორც წესი ხდება არჩევნების წინ ყველაზე ინტენსიურად. მაგრამ ამაზე პასუხი ის არის, რომ დღეს არ არის ნამდვილად 2003 წელი. დღეს ქართულ ოცნებას აქვს საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, კონსტიტუციური წყობილება ვერ მოყანყალდეს, როგორც ეს მოხდა მაშინ და ვინც ამას გეგმავს, მან სცენარი, რეჟისორი და აზრები უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ დღეს არის 2025 წელი და ძველი სცენარები აღარ ამართლებს, ამიტომ რაღაც ახალი უნდა სცენარი დაწერონ თუ უნდათ სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის მიუღებელი ხელისუფლებების დემონტაჟი. ეს ვერ ამართლებს. თუმცა უვიზო რეჟიმი თუ გაუქმდება, რა თქმა უნდა, ეს ორივე მხარისთვის იქნება ძალიან ცუდი, პირველ რიგში მათთვის. მაინც გვინდა რომ შევეხოთ იმ კონკრეტულ მოთხოვნებს, რაც არის წამოყენებული საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილა ამ წერილში. ზოგადი წუხილი ცნობილია, რომ დემოკრატიის უკუსვლაზე არის საუბარი, მათ შორის წუხილები გამოითქვა სწორედ იმ ოპოზიციონერების მიმართ, რომლებიც დღეს არიან საპატიმროში, მაგრამ აი პუნქტებში, სადაც საუბარი არის ორ კანონზე, ეს არის გამჭვირვალობის კანონი და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონები, გამოითქვა მმართველი გუნდის გამოსაზრება, რომ არავით არის კავშირი ვიზა ლიბერალიზაციასა ფორმალური შემთხვევაში არ არსებობს. რატომ არის ეს საკითხები მაშინ პრობლემატური და რატომ ხდება აპელირება ამ თემებზე? იმიტომ რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერ ისევ ადასტურებ იმას ვიყავი რა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებაში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული, რომ აბსოლუტურად არავით არის კავშირი ამ კანონებს უვიზო მიმოსვლის ან მაშინ მოპოვებასთან, ან შენარჩუნებასთან არ აქვს, მაგრამ ეს არის მათი აზრით საუკეთესო ბერკეტი ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის და იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ვერ აღწევენ, რომ ამომრჩეველი გაანაწყენონ საკუთარ ხელისუფლებაზე და იქნებ როგორმე შეამცირონ ქართული ოცნების მხარდაჭერა არჩევნებზე. ამიტომ ხდება ეს და იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი იყოს მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვება და სამწუხაროდ მათთვის სასურველი ძალა ასე ჩანს, რომ არის ისევის ძველი ძალა, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ ყველა ერთად ვეწინააღმდეგებით და ბოლომდე შევეწინააღმდეგებით. თუმცა კრიტიკა დემოკრატიის უკუსვლაზე ჩვენ განსაკუთრებით მძაფრად გვესმის ბოლო წელიწადნახევარია და ყველაზე ხშირად მათ შორის წეღან გერმანიის ელჩი ახსენეთ სვამენ კითხვას საით მიდიხარ საქართველო. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე და ასევე თუ კი ვიზო მიმოსვლა ნამდვილად გაჩერდება, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, ბრიუსელი. რაც შეეხება კითხვას საით მიდის საქართველო? ჩვენ ვითარდებით, ჩვენ მივდივართ მაინც მიუხედავად მათი მხრიდან წიხლებისა ევროკავშირისკენ და ევროპის გზაზე მივდივართ, სირთულეები გვხვდება გზაზე. ხან წყალი აღმოჩნდება ჩვენს წინ, ხან უღრა ნიტყე და ასე შემდეგ, მაგრამ წინ მივდივართ. და ამას ჩვენ არ დავიშლით და ვერ მოვიშლით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიული გზა და არჩევანი. და ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე ტექსტზე მოლაპარაკება მიდიოდა, ძალიან ბევრი შეურაცხყოფაც ავიტანეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ აქ ვერ ჩაიწერება, რომ თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ. ეს ახლა არ დაიწყო, ეს დიდი ხანია, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, გვაბულინგებდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ძლივს როგორც იქნა ძალიან დიდი ძალისხმევით ჩააწერინა მთავრობამ, ქართული ოცნების მთავრობამ ასოცირების შეთანხმების ტექსტში სიტყვა ევროპული ქვეყანა. ამის წინააღმდეგიც იყვნენ, თითქოს არ იციან, რომ დღეს რომ ევროპა არსებობს, ამაში დიდი ქართველი მეომრების წვლილია ისტორიულად და არ მხოლოდ მეომრების.
შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ ამ სვლას, გავაგრძელებთ განვითარებას და შემდეგ 30 წლის მერე ჩვენ და გერმანიის ელჩი ვნახავთ ის სად იქნება და ჩვენ სად ვიქნებით. რა პროცესის განვითარებას ელოდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია თუ არა მეორე სერია, მინი ვარიანტი იმის, რაც ჩვენ გვქონდა შეარჩენ საპარლამენტო არჩევნებზე ასე განხორციელდეს საქართველოში, არჩევნებამდე გასაგებია რომ ვიზა ლიბერალიზაციის თემა აქტუალური იქნება და ალბათ დასავლეთიდანაც მუდმივად იქნება ეს საწვავი, როგორც თქვენ გწანეთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ შესაძლებელია რომ ისევ ეს რადიკალიზაციის პროცესი დაიწყოს. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია, თუმცა ჯერ კიდევ სანამ არის დრო, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია რომ ყველას მოუწოდოთ არჩევნებში მონაწილეობისკენ, რაც არ უნდა ეს იყოს კედელში აყარეც ერთსვი, ვიღაც შემთხვევაში ხომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს რომ შედეგიანია, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა ყველასია და ეს არჩევნების პროცესიც ყველასია, ვინცაც აქვს ასე ვთქვათ მონაწილეობის უფლება, აქვს პარტია და ასე შემდეგ. შესაბამისად პირობები უფრო ხელსაყრელია ვიდრე ადრე იყო, ვითარდება ეს არჩევნო სისტემა, ეს ელექტრონული ტექნოლოგიები აადვილებს იმის რწმენას, რომ ხმარ დაგეკარგებას არჩევნო სიები ჩვენ რომ მოვედით ერთი ადამიანი ერთხმას არ ნიშნავდა და დღეს ერთი ადამიანი ერთი ამომრჩეველი ერთხმას ნიშნავს, ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირიქით საინტერესოც უნდა იყოს პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. პოლიტიკურ პროცესში, ანუ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე არ არსებობს პოლიტიკური პარტია, არ არსებობს პოლიტიკოსი, მაშინ უნდა დასხდნენ სამზარეულოში და დალიონ ჩაი. სხვანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია იმისთვის არის, რომ პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ეს იგივეა, რომ ვთქვათ, რომელიღაცა პროფესიის ადამიანმა აი მაგალითად თქვენ თქვათ რომ მე ვიქნები წამყვანი, მაგრამ ეთერში არ დავჯდები. აი ეს აბსოლუტურ რაც გაუგებრობებამდე მიდის უკვე მათი საკითხი. ასეთია იმ სუბიექტების მომავალი, ვინც ბოიკოტს აცხადებს, იმიტომ რომ არიან ძალები, სამზარეულოში ჩაისმით გაგრძელდება. მათ უკვე ეს აქვთ რეალობად, იმიტომ რომ როდესაც შენ გაქვს საპარლამენტო მანდატი და პარლამენტში არ ჯდები. და არ აკრიტიკებ ხელისუფლებას და ღმერთო ჩემო რამდენი რამის თქმა შეიძლება როცა ოპოზიციაში ხარ დღეს ხო ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ პირობებში რაც არ უნდა გადასარევად ეგონოს ხელისუფლებას რომ მართავს სახელმწიფოს ოპოზიციას თუ ის სერიოზულია თუ ის განათლებულია და პროფესიული ცოდნა აქვს ნებისმიერი დეპუტატის, ნებისმიერი სამინისტროს, ნებისმიერი სიპის ცხოვრებაში შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები ილაპარაკოს და გააკრიტიკოს და შესთავაზოს გამოსავალი და ამით მოიმხროს კიდევ მეტი ამომრჩეველი. ეს არის პოლიტიკა. ისინი ამაზე უარს ამბობენ და შესაბამისად არიან გამარგინალებულები, რაც ქვეყნისთვის არ არის კარგი. მე მაინც არ ვიცი, ხანდახან ჩემ თავზე იმეცინება, მაგრამ იმეც არ ვკარგავ, რომ მომავალში ძალიან მალე შეიქმნება გამოჩნდება ის ჯგუფი თუ ჯგუფები, ვინც შექმნიან პარტიებს და ვინც ჩვენზე ბევრად უკეთესი იქნება, არ იქნება წარსულის აჩრდილივით, რომელმაც არ იცის რა აკეთოს, არამედ იქნებიან ნამდვილი ადამიანები, უფრო ახალგაზრდები ბევრად ჩვენზე და ჩვენი ერთ დღეს ქართული ოცნება მასზე უკეთეს ახალძალას გადააბარებს ხელისუფლებას. მაგრამ არის თუ არა კომფორტი ნაცმოძრაობის მონაწილეობა არჩევნებში ხელისუფლებისთვის? დისკრედიტებული ოპონენტი, რომელიც ყოველჯერზე დამარცხებულია. ამიტომ ხო არ ამბობთ, რომ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ უნდა მიიღონ კი მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხო ყველა ვიცით, რომ ნაცმოძრაობა მთელი თავისი შტოებით არის დისკრედიტებული ოპონენტი და ქართულ ოცნებას მასთან გამკლავება მარტივად შეუძლია ეს ამ წლებმა აჩვენა. ხო, მაგრამ სკამის თუ ცარიელს დატოვებენ, კიდევ უფრო ხომ ამარტივებენ ჩვენ საქმეს. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ თავში რა ტრიალებს, ეს ძნელი გამოსაცნობი გახდა უკვე დიდი ხანია, იმიტომ რომ ლიდერი აღარ არსებობს, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, რომელსაც პოლიტიკური ანალიზის უნარი აქვს, მე ჩემს შტაბ-ეჭდილებას ვამბობ მათზე და თუ შეიძლება იფიქრო, რომ აი ვინ არის ის, ვის შეიძლება მათ აზრი კითხონ, ერთი ლამარას ეშიაშვილი თუ გაგახსენდება, მეტი არავინ.
როგორია თქვენი დამოკიდებულება პრეზიდენტის შეთავაზების მიმართ, რომ ის მზად არის შეიწყალოს ოპოზიციონერი ლიდერები თუ კი ისინი დაადასტურებენ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე უარს ამბობენ და არც ერთ შემთხვევაშიო, მაგრამ აი ეს რა პოლიტიკური განაცხადია და როგორც ექსპერტები თუ ოპოზიციონერები ნაწილი ამბობს, ეს ერთგვარი უკან დახევაა მმართველი გუნდის მხრიდან, რომ მათ სურთ ამ საარჩევნო ველზე შემოიტყუონ ოპოზიციას. მე უფრო ასე ვხედავ, რომ რაც არ უნდა ზოგიერთი ჩვენი ამომრჩევლის თვალში დიდად გასახარე თუ პოპულარული არ იყოს პრეზიდენტის ეს შეთავაზება, ის ცდილობს წინა პრეზიდენტისგან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, რომ როდესაც არის რაღაცა დაძაბულობის კერა, ამ კერაზე ზემოდან ნავთი კი არ დაასხას, არამედ შეეცადოს, რომ დაძაბულობა გაიფანტოს და რაღაცა მისი პოზიციიდან ეს მე აბსოლუტურად მესმის და პატივს ვცემ მის ამ პოზიციას და გასაგებია ჩემთვის და ესეც არის მისი როლი. ასეთიც უნდა იყოს. გამოეხმაურება თუ არა მეორე მხარის რომელიმე წარმომადგენელი ამას მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს შესაძლებლობა აქვთ. მთლიანობაში ჩვენთვის და ჩვენი მხრიდან ჩვენივე მხარდაჭერის მოპოვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს დისკრედიტირებული ძალა რამდენად მრავალრიცხოვნად გამოვა ველზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ მაინც ყავთ თავიანთი მხარდამჭერები და მათთვის კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც, რომ მხარდაჭერა აისახოს კონკრეტულ ადგილებში, საკრებულოებში, თუნდაც მერის ადგილებზე. შეიძლება ისიც წარმოვიდგინოთ, როგორც წინა არჩევნებზე ერთი მუნიციპალიტეტი ხო მოიგეს. კი ბატონო, ჩვენ ნელ-ნელა საუბრის შეჯამებისკენ რო წავიდეთ, იმ ფონზე, როდესაც ეს ლიდერები ციხეში არიან, ასევე დაკავებულები არიან აქციის მონაწილეები, რამდენიმე ათეული მათგანი, თქვენი ოპონენტები არიან ბოიკოტის რეჟიმში ნაწილი ყოველ შემთხვევაში, კრიტიკა ყოველდღიურად გვესმის ბრიუსელიდან და ასე შემდეგ. რა გესახებათ სიტუაციის გარდამტეხ მომენტად და რა შეუძლია ხელისუფლებას გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს უფრო დაღმავალი ხაზით, გულისხმობ არა უშუალოდ მაგალითად აქციებს, რომელიც ისედაც დაღმავალი ხაზით მიდის და ისედაც ადამიანთა რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგრამ ზოგადად ეს ტემპერატურა, რომელიც მაინც იგრძნობა. მე ჩემ აზრს ვამბობ და თქვენ შეაფასეთ, მე მგონი ხელისუფლებამ იმის გარდა, რასაც აკეთებს, მეტი ვერაფერი ვერ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მარტო ხელისუფლება ვერ იქნება, ასე ვთქვათ, პროცესში და ცალკარში მოთამაშე. შესაბამისად, ხელისუფლება აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია და მის ხელთ რაც არის, მეტი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება, მე მართალი გითხრათ, არ ვიცი. ადრე წინა პერიოდებში თქვენ გახსოვთ 2016 წლის 2018-ის, 20 წლის და ასე შემდეგ აი პერიოდებში აი იმ კითხვაზე პასუხი, რაც თქვენ მე დამისვით, იყო ხოლმე ჩვენი მხრიდან მრავალნაირი შეთავაზებები, მათ შორის უცხოელების შთაგონებით და მედიაციით, რომ აი ეს ხომ არ გესიამოვნება, ის ხომ არ გესიამოვნება, მოდი გინდა ბარიერი გავაუქმოთ, რომ ადვილად შემოხვიდე პარლამენტში. მოდი გინდა რომ ხელი შეგიწყოს სხვანაირად და რაღაცა ჩამკეტი მექანიზმი მოვიფიქრო, რომ მე არ ვიყო ზედმეტად წარმოდგენილი პარლამენტში, კი ბატონო. მოკლედ ჩვენ ვიყავით ოპოზიციაზე ორიენტირებული, რომ როგორმე ეს მავნებლური ძალა ჩვენ თვითონვე ეს რეალობაა, ჩვენ თვითონვე ამ ჩვენი უცხოელი მედიატორების ხელშეწყობით, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული მმართველი ძალის დასუსტებით, როგორმე ეს მავნებელი ძალა და მისი, ასე ვთქვათ, მამრავლები მათთვის ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა. დღეს ეს რესურსი ამოიწურა, იმიტომ რომ რამდენჯერაც ქართულმა ოცნებამ მსგავსი ნაბიჯები გადადგა, მეორე მხრიდან ეს ვერ იქნა გაგებული, მაგალითად თქვენ გახსოვთ ავად სახსენებელი შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ სილას აწნიდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და დოკუმენტ შარლ მიშელის დოკუმენტი კი არ უნდა რქმეოდა, არამედ როგორ გავხადოთ საქართველოს კოლონია. ჩვენ ამას მაინც დავეთანხმეთ, ხელი
მოეწერა და მეორე მხარემ ხელი აღარ მოაწერა და მე ჩვენ მოგვიწია ამ დოკუმენტიდან გასვლა. ამიტომ გამოცდილება მგვაჩვენა რომ ამ ტიპის ფიქრს რომ როგორ მოვიქცეთ ჩვენ რომ მათ ვასიამოვნოთ და დაუმსახურებელი ხელშეწყობა მივცეთ, რომელსაც თან ვერ იყენებენ, იმიტომ რომ ცოდნა არ ყოფნით და გულწრფელობა არ ყოფნით, იმიტომ რომ არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, ეს ხანა წარსულს ჩაბარდა. ამიტომ პროცესი მიდის ისე როგორც მიდის. ჩვენ მუშაობთ ქვეყნის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რაც შეიძლება ამ მრჩეველს არ მოწონდეს და უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ქართული ოცნება დღეისათვის არის იმ პოლიტიკურ ფორმაში, რომ არჩევნებში ღირსეულად შევიდეს და არჩევნებიდან ასევე ღირსეულად გამოვიდეს. ჩვენ უკვე შევეხეთ ბრიუსელის პოლიტიკას და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, მაგრამ საინტერესოა რა მოლოდინი გაქვთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მხრივ, თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის შეფერხება ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი ხნით ან სერიოზულად გაჩერდა თუ არა, მაგრამ მაინც გარკვეული სიგნალი გზავნილი არის თუ არა სხვა ნიშნებიც, რაც გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინს გიქმნით. რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენ დღეს შევიტყვეთ, რომ მეგობარი აქტის, რომელიც სინამდვილეში მტრული აქტია და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი დღეს ჩვენ აღარ გვაქვს, ამ მეგობრობას ვერაფერი და ვერავინ ვერ მოშლის. მე ამის ღრმად მწამს. რომ ძალიან ბევრი რამ გავიარეთ ერთად დაწყებული 90-იანი წლებიდან გაგრძელებული იმ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით, რომელიც ერთად ვზიდეთ, ასე ვთქვათ და ქართველი ჯარისკაცების და სამხედროების ბევრი სისხლი ჩაიღვარა არაერთ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს ვერსად ვერ დაიკარგება, მაგრამ არის სირთულეები ამჯერად. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ ეს მეგობარი აქტი სენატის დონეზე ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედო ნიშნად უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დადო წინასაარჩევნოდ პირობა, რომ ის დაამარცხებს იმ ძალებს, ზოგი deep state-ს ეძახის, ზოგი ომის პარტიას, ზოგი გარეძალებს, რაც ქუნებავს ის დავარქვათ, რომ ის მათ დაამარცხებს და თუ მან რეალური ნაბიჯები არ გადადგა, მათ შორის მეგობარი აქტის უარყოფის გზით, რა თქმა უნდა, deep state-ს ის სხვანაირად ვერ დაამარცხებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მამას მივესალმებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება მიგემართათ სასამართლოსთვის და სასამართლოში დაგეცვათ თქვენი ოჯახის ღირსება იმ ცილის წამებისგან, რომელიც მამის საქმიანობას უკავშირდება. საინტერესოა, რატომ მიიღეთ ახლა ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავდასხმები გახშირებულია, ეს თემა ადრეც ფიგურირებდა და ზოგადად რა დატვირთვა აქვს ამ სარჩელს, არა მხოლოდ პირადად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, არამედ იმ პროცესისთვის, რომელიც ახლა მთელ საზოგადოებას ტკივა, რაც მიმდინარეობს. ახლა იმიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, პირველ რიგში მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვა, არ არის ლიტერატურული ენა ალბათ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ იყვნენ ჩემსავით პოლიტიკაში ჩართული, ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. პირველ რიგში ჩემს მოხუც დედას, ახალგაზრდას ბოდიში 82 წლისას, რომელმაც უკვე ვეღარ დაითმინა, ასე ვთქვათ, ის რისი დათმენაც მას აქამდე უწევდა. ასევე მე მყავს ოჯახში ძმა არის ჩემივე მამის მოსახელე, პატარა ავთანდილ წულუკიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა სრულწლოვანი. ჩვენ აღარ გვაქვს სურვილი ეს უსინდისობა ვითმინოთ, რაც არ უნდა, რა თქმა უნდა, იყოს გული გეთანაღრებოდეს და ფიქრობდე, რომ ნუ ახლა აი ამას როგორ უნდა უჩივლო, აი ამას, ამ მოცემულობას ადამიანი რო ქვია, როგორ უნდა უჩივლო, მაგრამ ადამიანი ქვია. რომელსაც არ ეთაგილებოდა, მაგალითად ეს დასკვნაში მოხდება ჩვენი კომისიის, რომ ბუზალაძე არის ასეთი ბიზნესმენი, რომელიც ვეღარ მეტყველებდა იმის გამო, რაც ქალბატონმა ნანულიმ და მისმა ქმარმა ერეკლე კოდუა მაშინ მას მიაყენეს როგორც ზიანი ბიზნესმენს. ქმარმა დაიბარა, ბოდიში ჟარგონისთვის დააკაჩავა და წაართვა შემოყვანილი ავტომანქანები და გადასცა მის მეუღლეს ქალბატონ ნანკის თუ რა ქვია ჟორჟოლიანს, რომ ეჯირითა თბილისში. ეს არის ფაქტი, ეს არის განაჩენი.
განაჩენი ამ საქმეზე დამდგარი. განაჩენში წერია. ჩვენ პოსტებს ნუ წაიკითხავს განაჩენების კითხვით დაკავდეს. ამიტომ ეს ყველაფერი არის უკვე აუტანელი ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მე მათ რა თქმა უნდა დავყევი და ეს არჩელი შედგა. რაც შეეხება მამაჩემს, მამაჩემი იყო ძალიან კარგი იურისტი, ძალიან კარგი ქართველი ვაჟკაცი კაცი, მას ასე ახასიათებს ყველა, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი მის თაობაზე და მან აი რიგითი გამომძიებლიდან დაიწყო თავისი კარიერა, ეს იყო პროკურორიც და შემდეგ მოსამართლე და ზუსტად გამსახურდია მმართველობის დროს დაინიშნა მინდია უგრეხელიძის ამ ჩვენი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურისტის ხელმძღვანელობის პირობებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მე რა თქმა უნდა ის განაჩენებიც მაქვს და როცა ამის დრო დადგება საქმის ფაბულებსაც გამოვაქვეყნებ, რა თქმა უნდა გვარების და მსჯავრდებულების გვარებისა და სახელების გარეშე ჟორჟოლიანისგან განსხვავებით მე მაინც იმიტომ რომ ენით აღუწერელი სისასტიკეები აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი მე მათ პირად ცხოვრებას პატივს ვცემ, ისინი ყველა ცოცხალია დღეს და აქვთ ცდილობენ რომ მიუხედავად იმ მძიმე წარსულისა თავიანთი დღევანდელი მშვიდი ცხოვრება გქონდეთ. მათ ცხოვრებაშიც შეიჭრა ეს ადამიანი. ხო, არა მხოლოდ ის, მაგრამ მანამდეც უნდა გვეჩივლა ალბათ. ამ ფაბულებს რა თქმა უნდა მე გამოვაქვეყნებ თავის დროზე გვარების და სახელების გარეშე და მინდა ვთქვა ერთი რომ მოსამართლეები ვინც მაშინ ასეთ საქმეებს იხილავდა არ იყო ბევრი. იმიტომ რომ ამას ჭირდება სერიოზული ცოდნა. რაც მამაჩემს ავთანდი წულუკიანს ჰქონდა. ამას ჭირდება ასევე მომზადება მორალური იმისთვის რომ შენს წინაშე როცა ზის ადამიანი ვინც თავისი ორი მეგობარი სახლში მიიტყუა და მოკლა წამებით შემდეგ გვამები დაჭრა ნაგვის პარკებში ჩააწყო და ნაგავში გადაყარა ასეთი ადამიანი რო გიზის სასამართლო დარბაზში მის ღირსებას არ მიაყენო შეურაცხყოფა რაც სააკაშვილის მოსამართლეებს არ შეეძლოს და არც სააკაშვილს არ შეუძლია დღეს აღარაფერს ვამბობ ადეიშვილზე და სხვებზე ორი ტრუპი უნდა ხალხზე არაფერს ვამბობ მას ეს შეეძლო ამიტომ მას ენდობოდნენ თქვენ ვერ ნახავთ ერთ მის მიერ მსჯავრდებულად ქცეულ ადამიანს რომელიც მისი მადლიერი არ იყო ვერ ნახავთ იმიტომ რომ ის იცავდა მხარეთა თანასწორობას დარბაზში ყველაზე სასტიკმა დამნაშავე მიცოდა რომ თუ ოდნავ მაინც მართალი იყო მას სასამართლო დარბაზში სიმართლე არ დაეკარგებოდა. ეს არ არის შვილის მიერ მამის შეფასება, იმიტომ რომ მე არ ვარ ვალდებული ამდენი ვილაპარაკო თუ ასე ეს რეალობა არ არის. ამიტომ მე ამ ადამიანის ღირსებას ბოლომდე დავიცავ. ასევე ისიც მინდა ვთქვა რომ მაშინ იყო ასეთი კანონი. აი ისეთი სასტიკი დამნაშავებისთვის როგორც ერთ-ერთი აღწერე მხოლოდ მაგრამ სხვებსაც აღწერ მომავალში ან უნდა მისჯილიყო 15 წელი ან უმაღლესი ზომა სასჯელის შუაში არ იყო გრადაცია და ასეთი დანაშაული იმსახურებდა უმაღლეს სასჯელს ასეთი იყო მაშინ წესი მაგრამ როდესაც მამაჩემმა ეს სასჯელები მიუსაჯა მაშინ გამოცხადებული იყო მორატორიუმი და არ ხდებოდა აღსრულება და მადლობა ღმერთს რომ ეს არ ხდებოდა შევარდნაძის ინიციატივით თელის მოსამართლეთა კორპუსის ინიციატივით ბატონი ჯონი ხეცურიანის, ბატონი მინდია უგრეხელიძის და ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის დამსახურებით და ბევრი დეპუტატის დამსახურებით მაშინ მოხერხდა ის რომ ეს სასჯელი გაუქმდა და შემოვიდა ახალი წესები რომელიც სხვადასხვა ცვლილების შედეგად დღესაც მოქმედებს. დღეს ჩვენ გვესმის რომ თურმე ამ ყველაფრის ინიციატორი ყოფილა მიხეილ სააკაშვილი. ეს მინიმუმ სასაცილოა, მე კიდევ ერთხელ ვეუბნები მას რომ ვერა მიშა სააკაშვილი ვერ შევა საქართველოს ისტორიაში როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი, ის ჩვენი დასკვნის საფუძველზე ისტორიაში შევა როგორც სახელმწიფო გადატრიალების ავტორი 2003 წლის 22 ნოემბერს
და როგორც ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც ადამიანები აწამა, ადამიანები გააუბედურა და ჩვენი ბრალი, რომ ის დღემდე არის პოლიტიკურ პროცესში მის ძალასთან ერთად, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება. შეიძლება, ანუ არც ერთი ის ადამიანი სიკვდილით არ დასჯილა, ვინც იმ სიაში იყვნენ. მე წარვადგინე დოკუმენტი, რომ 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 არის ცოცხალი. ერთი იდენტიფიცირება ვერ ხდება, ანუ ასეთი გვარის სახელის და ვამის სახელის მქონე ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ მან უნდა მოიტანოს მტკიცებულება, საიდან გამოიგონა ასეთი ადამიანი და ხომ არ მანიპულირებს. ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს, როდესაც მამაჩემი უკვე პენსიაზეა და სახლში ზის. და ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი თუ ორი, ყოველ შემთხვევაში დოკუმენტი მე წარვადგინე, მას მერე რაც მამაჩემი გარდაიცვალა. შესაბამისად ეს გაუგონარი ცილისწამებები მე მინდა რომ დასრულდეს, თუ არ დასრულდება, რა თქმა უნდა დავას ყველასთან გავაგრძელებთ, ვინც უკვე წლებია ამ შეურაცხყოფას აყენებს ჩემ ოჯახს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეა ხოლმე წარმოდგენილი, რომ აი ადამიანი ზის მინისტრის სკამზე, ან კიდევ პრემიერ-მინისტრის, ან კიდევ პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ან კიდევ დეპუტატია და მას არ უნდა ქონდეს არც ღირსება, ყველაფერი უნდა აკადრო, არ უნდა დაინდო მისი ოჯახი და მცირეწლოვნები. სხვათა შორის მცირეწლოვნებზე გამახსენდა და მადლობა რომ ამდენი საუბრის საშუალებას მაძლევთ. ის პოსტი, რომელიც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, ქვევით კომენტარებში ძალიან ბევრი ჩემ და სამწუხაროდ ადამიანი გადაწყვიტა ჩემ შვილსაც. არა მხოლოდ ჩემი გვარის მქონე ადამიანებს, რომლებსაც გასაწყვეტი მოდგმა და რა ვიცი რა არ ეძახეს. არა და მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ვართ ოჯახში, მათ შორის ახალგაზრდები. არამედ მერი კაკულიასაც, რომელმაც ვისრა დაუშავა ჯერ არავინ არ იცის. და ესეც უნდა ახსნას მოპასუხემ, რატომ არ წაშალა ის კომენტარები, რომლებიც არასრულწლოვანს ეხებოდა. პირიქით, აჯირითა, ასე ვთქვათ, 8 წლის ბავშვზე დამქაშები, ვინც ყავს მომხრეებად და ეს ასე ვერ გაგრძელდება. მადლობა ამ განმარტებისთვის და მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად ამ გადაცემაში. მაყურებელს შევახსენებ, თეა წულუკიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო, იმედი ლაივის სტუმარი.